მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ ძალიან საინტერესო შეკითხვას, რომელიც ჩემი ბოლო ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში დამიწერა ჩემმა მსმენელმა და მეც ძალიან მომეწონა. და კითხვა არის ესეთი, მისი აზრით, ანუ ჩაფიქრებული პიროვნების აზრით, თქვენ რას ფიქრობთ მასზე? ესე. იმისათვის რომ ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა, პირველ რიგში მოვძებნოთ მეფის მამაკაცის ენერგია, მოვძებნოთ თქვენი ენერგია, ვნახოთ და მოკლე პატარა რეზიუმესავით გავაკეთოთ იმ სიტუაციის შეფასება, რა ხდება თქვენ შორის. თუ აი ეს პირველი ეტაპი დაემთხვა და რეზონირდა თქვენ შემთხვევაში, შემდგომი გაშლის ყურება გააგრძელეთ და თუ არ დაემთხვა, მაშინ ეს გაშლა თქვენთვის არ არის. აი ესეთია მოკლედ წინასწარი შესავალი ამ გაშლისთვის. მანამ სანამ მოვამზადებ მე თქვენთვის დასტას, ძალიან ვთხოვთ გამოიწეროთ არხი, დააკომენტაროთ, გააზიაროთ ვიდეო და თქვენი მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც ენერგობალანსი დავიცვათ. მოკლედ ასე, ვნახოთ ახლა, მოვძებნოთ ჯერ მეფის ენერგია, ვინ მოვიდა. არკანის სამართლიანობა პირველი. ვნახოთ, ვინ მოვა ახლა ჩვენთან. დედოფალი მოვიდა. თასების დედოფალი მოვიდა, აგერ ბატონო. ვნახოთ ახლა მეფეც სად არის და აგერ მოვიდა ხმლების მეფეც. აგერ არის წყვილი. თქვენს წინაშე თასების დედოფალი და ხმლების მეფე. ვნახოთ ახლა სამი არკანით რა ხდება თქვენს შორის და დავიწყოთ უკვე განხილვა. რა ხდება თასების დედოფალსა და ხმლების მეფეს შორის ახლა. მონატრება გვაქვს. ვნახოთ. არკანის სულელი, არკანის სიკვდილი, არკანი მზე. ღმერთმანი, ეს რა ხდება? სამი უმაღლესი არკანი მოვიდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, პირველი რაც მე შემიძლია ახლა ვთქვა, მოდით ჯერ ვიმშელოთ თქვენს ენერგიებზე, დააფიქსირეთ თქვენ შემთხვევაშიც ყველაფერი, სწორია თუ არა. მამაკაცი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ანუ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ქალებო და მამაკაცებო, ეს სიტუაცია ერთმანეთის ანუ თქვენს შემთხვევას მოარგეთ ინდივიდუალურად და რატო არის ეს კადრი ესეთი გაგლესილი, ვერ გებულობ. მემაპატიეთ, არ ვიცი რა ხდება. მოკლედ, მამაკაცი, რომელიც ან მიყურებს, ან ქალბატონებმა ჩაიფიქრეს, არის ადამიანი, სტრატეგი, ადამიანი, რომელიც ემოციებს ფაქტობრივად არ ამჟღავნებს, ადამიანი, რომელიც აი თითქოს ცივსისხლიანიაო, შეიძლება ესეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, ადამიანი, რომელიც შეიძლება მართავდეს საკმაოდ სოლიდურ საზოგადოებას, ან იყოს სოლიდური საზოგადოების წევრი და მის სიტყვას ჰქონდეს საკმარისი ფასი. ამ ადამიანისთვის უცხო არ არის ნადავლისთვის ბრძოლა, აი ესე მინდა რომ ვთქვა ზუსტად, იმიტომ რომ როდესაც მიზანს დაისახავს,
იმ მიზნისკენ აუცილებლად მიდის და ის მიზანი აუცილებლად, ანუ მისთვის უცხოა, ასე რომ ვთქვათ, შეუსრულებელი მიზნები. შეუსრულებელი მიზნები. აი ეს არის. თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება ეს ადამიანი აი იმდენად გრძელვადიან მიზნებზე საუბრობდეს, ან იმდენად თითქოს შეუსაბამო იყოს საზოგადოებაში, რომელშიც იმყოფება ეს გაჟღერებული მიზნები, ხშირად მისი შეიძლება ვერ ესმოდეთ და ეძახდნენ, ანუ რა ფანატიკოსი ხარ, ან როგორ ისეთი ხარ რაღაც როგორი მეოცნებე ხარ, აი შეიძლება ესეთი ენერგიის მატარებელი პიროვნება იყოს, თუმცა მე საბოლოოდ ყველა ხვდება, რომ ეს ოცნებები ფუჭი ნამდვილად არ იყო და ამ ოცნებებს ნამდვილად ჰქონდა საკამარისი და შესაბამისი საფუძველი ამ პიროვნების მხრიდან. როცა ასრულდება ხოლმე, აი მერე ხვდებიან, რომ ეს პიროვნება სიმართლეს ამბობდა. ეს მამაკაცის ენერგია. ახლა რაც შეეხება ქალბატონის ენერგიას. ქალბატონის ენერგია აქ ჩვენ გვყავს ქალი, რომელიც პრინციპში საკმაოდ ემოციური პიროვნებაა. შეიძლება ითქვას და გარკვეულ შემთხვევებში საკმაოდ მელანქოლიური. ანუ ქალი, რომელიც ემოციურად იღებს გადაწყვეტილებებს, ოღონდ ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებები ეს არ ნიშნავს, რომ აი გაბრაზებულზე მიიღებთ ნაჩქარევად გადაწყვეტილებებს. არა, აი თქვენს გულს უსმენთ, თქვენს ემოციას უსმენთ და აი ამ ემოციების გათვალისწინებით იღებთ მერე გადაწყვეტილებას. სხვათა შორის ქალი ხართ, რომელიც საკმაოდ მიმზიდველია, შეიძლება ითქვას, ქალი, რომელიც საკმაოდ მაცდურია და გარეგნულად სტოვებთ ისეთი ქალის შთაბეჭდილებას, რომელიც არ არის მარტივად მოსახელთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ემოციებით მართავთ თქვენს ცხოვრებას, საერთო ჯამში თქვენი მოხელთება მარტივი ნამდვილად არ არის. სხვათა შორის აქ შეიძლება ქალები მიყურებდეთ, რომლებსაც აი როგორი ის გაქვთ იცით, თითქოს ბევრი რაღაც გაქვთ გადატანილი. ანუ ბევრი გაქვთ ნაზიდი, მოდი ესე ვიტყვი, ბევრი გაქვთ ნაგრძნობი. მე არ ვამბობ ამას მხოლოდ დადებით კონტექსტში, საკმაოდ ტკივილიანი პერიოდებიც გამოგივლიათ და იცით როგორ ხართ? პატიება მაინც შეგიძლიათ, მაგრამ აი თითქოს თლად ბოლომდე ესე გახსნილად არ დგახართ ადამიანების წინაშე. აი თქვენს ერთ ნაწილს ანახებთ მხოლოდ ადამიანებს და პიროვნებებს. აი ესეთია ქალბატონების ენერგია. უკაცრავად ცოტა გაციებული ვარ. ეხლა რაც შეეხება სიტუაციას თქვენს შორის. როგორც წეგან განახეთ, აქ მოვიდა სამი მაღალი არკანი. არკანი სულელი, არკანი სიკვდილი და არკანი მზე. ეხლა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მამაკაცის მხარეს საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციული პერიოდია გავლილი, ძალიან დიდი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გახვედით ურთიერთობიდან, შეიძლება თქვენ ამ ურთიერთობას ზურგი აქციეთ, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს ფიქრებში მაინც ცდილობს თქვენამდე მოსვლას. სხვათა შორის ორივე თქვენგანს გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია, მინდა გითხრათ და ამავე დროს ორივე თქვენგანს გაქვთ ძალიან ძლიერი ეგო. ძალიან ძლიერი პერსონალური მე, ანუ პიროვნების
საზღვრები გაქვთ ძალიან მკაფიო, ერთსაც და მეორესაც. მიუხედავად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მამაკაცები, რომელიც მიყურებთ ან ადამიანები, ქალბატონებმა, რომლებმაც ჩაიფიქრეთ, შეიძლება საკმაოდ სოციალური პიროვნებები იყვნენ და სახეები იყვნენ საზოგადოების შეიძლება ან სოციუმი სადაც არიან, ხო? მაინც იმ ადამიანებს აქვთ საკუთარი საზღვრები. აი ეს ამ მამაკაცებს. ასევე გაქვთ თქვენს, ოღონდ თქვენი საზღვარი გადის ამოუცნობობაზე. აი თითქოს დღეში რომ შედიხარ და რაც უფრო ღრმად შედიხარ, მერე ხო უფრო ნაკლებად გინდა რომ შეხვიდე, სანამ დაზუსტებით არ გეცოდინება, რა შეიძლება გელოდებოდეს იმ დღეში. აი კაცებთან მიმართებაში, ხო, აქ იდუმალება და ტყე ნამდვილად არ არის, აქ არის უბრალოდ მკაფიოდ დაფიქსირებული ჩემი შემოსაზღვრულობა. და ეს გაქვთ ორივე ესე აღიქმებით საზოგადოებაში და რაც შეეხება ერთმანეთთან დაკავშირებულ თქვენს საერთო ენერგიას, აქ ცოტა არ იყოს და მეოცნებე ენერგია მიჩანს. იმ თვალსაზრისით მეოცნებე, რომ თითქოს ორივე რაღაცნაირად არ ვიცი ტელეპათიურად თუ რაღაცნაირად ეკონტაქტებით ერთმანეთს. აქ მე ხა არ მიჩვენებს თქვენს შორის არსებულ მიმოწერას ან რაღაცა მკაფიო კონტაქტს ან ასე შემდეგ. მე აქ არ მიჩვენებს ესეთ ენერგიას, ჯერჯერობით მაინც ვნახავ, თუმცა თქვენ შორის ეს კონტაქტი მაინც არის. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. ასევე რა მინდა რომ გითხრათ, თითქოს ორივე თქვენგანი ელოდებით რაღაცა ნიშანი უნდა მიიღოთ, თითქოს აი ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ მე გითხარით რომ ორივე ძალიან ჯიუტები ხართ საკმაოდ თან, ამავე დროს მინდა ესეც აღვნიშნო და იმედი არ მიწყენთ და აი ეს სიჯიუტე არ გაძლევთ შანსს იმისას, რომ გადადგათ ნაბიჯი. ოღონდ მე ეს არ არის აი სულელურად რომ გაჯიუტდებიან ხოლმე ადამიანები და აი რაღაცა თუ ის არ მომწერს ან თუ ის არ დამირეკავს, მე არ დავურეკავ და აი რეალურად არანაირი საფუძველი რო არ არსებობს ამ აი თქვენ შემთხვევაში არსებობს მართლა რაღაცა გარემოება, რაღაცა ბლოკი, რომელსაც ორივე აღიქვამთ, მაგრამ ეს შემზღუდავი ფაქტორი ხელშესაღები ნამდვილად არ არის. რო კითხოთ ახლა ან თქვენ ან მას, რომ აი რატომ არ ეკონტაქტები, ხო? ვერც ერთი რეალურად პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ აი ესე ცალკე აღებული ან წყენა, ან რაღაცა ესეთი გაურკვევლობა არაფერი არ არის, მაგრამ სიტუაცია მაინც არის განცალკევებული, თუმცა ეს თქვენს ტვინში ორივესთან, ორივეს თავში არსებობს მოლოდინი, რომ რაღაცა საუკეთესო შანსს ელოდებით, ერთიც და მეორეც, რომ ეს ურთიერთობა თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. სხვათა შორის მამაკაცის მხრიდან უფრო არის ამ შანსის მოლოდინი, ვიდრე ქალბატონების მხრიდან, იმიტომ რომ ქალბატონები მაინც თითქოს აი ხო გეუბნებით, აი ნახევრად ესე გვერდს რომ მოიქცევ და აი ნახევრად რომ უყურებ, თან უყურებ და თან არა, მოკლედ აი ესეთი ენერგია ქალებთან. ეხლა ვნახოთ რა ხდება მის ფიქრებში, ესე იგი, კითხვას ვსვავთ ესე, თუ დაემთხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, გაშლა, თუ რეზონირდა, აი მაგ შემთხვევაში განაგრძეთ ამ გაშლის ყურება და ესეთი კითხვა გვაქვს ჩვენ დღეს ტაროსთან. მისი აზრით, რას ფიქრობთ თქვენ მასზე? დავიწყოთ აბა მისი აზრით, ჩაფიქრებული პიროვნების აზრით, რას ფიქრობთ თქვენ მასზე? არკანი იმპერატრიცა მოვიდა პირდაპირ არკანზე.
არკანი ჩამოკიდებული კაცი და საოცარი გაშლა გვაქვს დღეს, საოცარი. 8-იანი კვერთხები, 10-იანი კვერთხები, არკანის სიკვდილი ისევ მოვიდა, ესე იგი მზეც განმეორდა და სიკვდილიც ჩვენთან. ნახოთ რას ფიქრობთ კიდე. კვერთხების დედოფალი, არკანი ფორტუნას ბორბალი და 2-იანი პენტაკლები. მოკლედ ასე, ჩემო ძვირფასებო, მისი აზრით, რას ფიქრობთ თქვენ მასზე და თქვენ მისი აზრით არაპირებთ არანაირი ნაბიჯის გადადგმას. თქვენ დასვით წერტილი როგორ? აი აქ ვარ, აი აქ ვდგავარ, აი აქ გავჩერდი, შენ იცი სადაც ვარ, შენ იცი როგორც უნდა მომძებნო, შენ იცი როგორც უნდა დამეკონტაქტო და თუ ეს გინდა, მოდი. აი ესე ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. ანუ აქედან დასკვნა, რომ მისი შეფასებით თქვენ ხართ ქალი, ანუ თქვენ ხართ ადამიანი, თუ კაცები გვიყურებს, ჩაფიქრებულ ადამიანზე, რომელიც პირველი ნაბიჯს არ გადადგამს. თუმცა თუ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ გადმოდგა ნაბიჯი, ამ ურთიერთობას შანსს ნამდვილად მისცემს. ოღონდ ეს შანსი იქნება უკვე ძალიან აწონდაწონილი, ძალიან შეფასებული და არა ისეთი ბავშვური, როგორი ბავშვური და უპირობოც იყო ეს თავიდან. აი თითქოს ეხლანდელ ურთიერთობას თუ კიდევ მიეცა შანსი, მისი შეფასებით არის ამას გულისხმობ, ანუ თქვენ კითხვა ხო დავსვით ესე რომ ის რას ფიქრობს, თქვენ რას ფიქრობთ მასზე, ცოტა ჩახლართულია შეკითხვა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ანუ თქვენ ესე იგი მისი შეფასებით შეგიძლიათ ამ ურთიერთობას შანსი მისცეთ, მაგრამ ეს შანსი იქნება გაცნობიერებული. სავარაუდოდ ეს პიროვნება თქვენ უკვე გხედავთ ძალიან შემდგარ პიროვნებად, ძალიან ჩამოყალიბებულ პერსონად, ადამიანად, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და რას ითხოვს და ზუსტად იცის რაზე იქნება თანახმა და რაზე არა. ანუ თქვენ აღარ ხართ ადამიანი, აქ ორჯერ მოვიდა თქვენი ენერგია და რამდენი მაღალი არკანი მოვიდათ. ნახეთ, იმპერატრიცა, მზე, ჩამოკიდებული კაცი, სიკვდილი და ფორტუნას ბორბალი. თქვენ აღარ ხართ ადამიანი, რომლის მანიპულირებაც ისეთივე მარტივია, როგორიც იყო. სხვათა შორის, შესაძლოა ამ ადამიანმა გააცნობიერა კიდეც, რომ თავის დროზედაც არასწორად შეგაფასად, თავის დროზეც ჩათვალა, რომ მარტივი იყო თქვენით მანიპულირება და აი თითქოს აი ბოლოში განიცადა მარცხი. მარცხი, რომელიც მისთვის ნამდვილად არ იყო ახალი. ნუ უბრალოდ ცნობილი აქამდე. ანუ კაცი, რომელიც წეგან ჩვენ დავახასიათეთ, მარცხისთვის დაბადებული ადამიანი არ არის. ეს არის გამარჯვებული პიროვნება. ადამიანი, რომელიც სადაც მიდის, ყველგან მასზე საუბრობენ. ადამიანი, რომელიც სადაც მიდის, ყველგან ტოვებს საკუთარ ნაკვალევს. ადამიანი, რომელსაც მარტივად ვერ ივიწყებენ. აი ესეთი პიროვნება და მან ეს იცის. იცის ძალიან კარგად რამხელა ქარიზმა აქვს, რამხელა ძალაუფლება აქვს და არაჩვეულებრივად იყენებს ამ თავის ძალაუფლებას საკუთარი მიზნების შესასრულებლად და საკუთარი თავის სასარგებლად. თქვენს შემთხვევაშიც ეს იყო ნაცადი სტრატეგიით დაწყება ურთიერთობის. და ეს ადამიანი მიხვდა, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა და თქვენ იყავით ერთადერთი, სადაც ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. სწორედ ამიტოა, რომ კიდევ შეიძლება გადმოდგას ნაბიჯი და აი ეს მარცხი, ასე რომ ვთქვათ, თავის თავს მისცეს კიდევ ერთი შანსი, რომ გამოასწორებინოს. მარცხი, რომელიც მან განიცადა, დღემდე მტკივნეულია მისთვის,
იმიტომ რომ პიროვნება რომელიც არის ბუნებით იმპერატორი პიროვნება რომელიც ბუნებით არის ლიდერი მისთვის ეს წაგებულის პოზიციაში ყოფნა საკუთარ ეგოს ძალიან ეხამუშება ამიტომ ეცდება დიდი ალბათობით ეცდება რომ გადმოდგას ნაბიჯი აქ არის ძალიან დიდი აი ხა ნახეთ თასების ტუზი მოვიდა და ტუზ 4-იანი თასები მოვიდა თასების რაინდა აი გადმოდგას ნაბიჯი თქო და აბატონო თასები მოვიდა აქ არის ძალიან დიდი მონატრება აქ არის ძალიან დიდი ემოცია აქ არის ძალიან დიდი სურვილი კი ბატონო აი ნახეთ სულ თასები მოდის თქვენ სხვათა შორის ამ პიროვნებისთვის კი აი სუგზას უყურებს ეს ადამიანი და ეძებს შანსს ოღონდ იცით რა არის ეს შანსი მარტივი მოსაძებნი ამ პიროვნებისთვის არ არის აი ნახეთ არკანი მეეტლი რატო არ არის იცით ზუსტად იცის რომ თქვენ მიხვდებით რისთვის გეკონტაქტებათ ამიტომ ამ ყველაფერს ეცდება რომ ისე შეფუთოს და ისე მოგაწოდოთ რომ ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის თითქოს აი აქაც манипуляციის ხერხს მიმართავს სხვა შორის არსებობს манипуляციის ძალიან ბევრი ტექნიკა და ერთ-ერთი ტექნიკა манипуლატორის მოქმედების არის ზუსტად აი ეს რომ ეჭვი შეგატანინოთ ყველაზე მკაფიო და ნათელ აზრშიც კი და ეცადოს რომ გადაგიყვანოთ საკუთარ აზრზე. აი ეს ადამიანი არაჩვეულებრივად ფლობს მოლაპარაკებების ხელოვნებასაც, არაჩვეულებრივად ფლობს სიტყვების მაგიას, არაჩვეულებრივად ფლობს თვალებით კონტაქტის ხელოვნებას, სხეულის ენას ფლობს იდეალურად, ხო? ამიტომ ზუსტად იცის, ოღონდ შეფასებული თქვენ წავხართ რომ თქვენს იქიდან გამომდინარე თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი ქალებზე მაქვს საუბარი ან მამაკაცების მიერ ჩაფიქრებულ ქალბატონებზე ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი და აი ეს მაღალი ემოციური ინტელექტი გაძლევთ ზუსტად იმის შესაძლებლობას რომ მის ყველაზე დაფარულ შრეებში შეაღწიოთ და აი ეს ფუნდამენტური მიზეზი ამოიცნოთ რის გამოც ამ ადამიანს თქვენთან კონტაქტი უნდა. სწორედ ამის ეშინია რომ მეორეჯერ არ წააგოს და მეორეჯერ არ გაშიფრონ. ცუდად რომ ვთქვათ, აი ეს არის. თუმცა ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანს ავსებთ და ეხლა მის ცხოვრებაში არის ძალიან დიდი დეფიციტი თქვენი. რეალურად თქვენი ძალიან დიდი დეფიციტია. ორიანი თასები, სულ თასებით მელაპარაკება, ჩემო ძვირფასებო, აი სულ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ძალიან დიდი, აი მოვიდა თვითონაც მაგის ენერგიით პიროვნება. არკანი ეშმაკი, თქვენ წარმოგიდგენიათ მაგი და არკანი ეშმაკი ერთად რა ხდება და არკანი სამყარო. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას რომ და დასტის ბოლოს ქონია ისევ არკანი სულელი, ცხრიანი კვერთხები და არკანი კვერთხების ტუზი. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება. ოღონდ ეს იქნება იმდენად დეტალებში გათვლილი გეგმა კიდევ ერთხელ შეგეპარებათ საკუთარ აზრებსა და ფიქრებში ეჭვი. აი ეს მინდა რომ გითხრათ. ნამდვილად გამოჩნდება, მაგრამ ცოტა არ იყოს და რთული იქნება ამ კომუნიკაციის თავიდან დაწყება. იმიტომ რომ თქვენც გაქვთ საკმაო ემოციები. ნამდვილად გაქვთ საკმაო ემოციები და არა მხოლოდ ემოციები, აქ უკვე გამოცდილებაც საკმაოდ გაქვთ. ერთსაც და მეორესაც და შეიძლება წლები გავიდა, შეიძლება თქვენი გზით იარეთ, მან თავის გზით იარა, რაღაცა სხვა საზოგადოებრივ
ბაში ხართ უკვე ერთიანი წრე არ ყავთ და ეს ყველაფერი თითქოს აი ახლიდან რომ დაიწყოს ძალიან დიდი იმპულსი ჭირდება ამ ყველაფერს და აი ამ დიდ რაღაცას ელოდება. და ელოდება მარტო ის არა, თქვენც ელოდებით, ოღონდ თქვენ ელოდებით მისი გადამოსახედიდან, სანამ თვითონ არ გადადგავს ამ ნაბიჯს, თორემ თქვენ ამ ნაბიჯის გადამდგმელი ნამდვილად აღარ ხართ. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო ეს გაშლა. მადლობა სოფოს ამ გაშლის კითხვის იდეისთვის, იმედი მაქვს რომ მოეწონება. და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში დამიწერეთ, რამდენად რეზონირდა, რამდენად მიიღეთ ის ინფორმაცია, რისი გაგონებაც გსურდათ და თავისთავად ცხადია, პირადი კონსულტაციებისთვის გელოდებით ყველას პირად შეტყობინებაში. დროებით, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ყველაფერ კარგს, მშვიდობას, სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას. დროებით.